საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ ფოკუსს, მე სალომე უგულავა ვარ. ცოტა ხნის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიაში აუგსბურგის სასამართლომ ყაჩაღური ქურდობისთვის გაასამართლა. ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ გიგი უგულავას განცხადებას და სხვა დეტალებს. საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებული 1976 წლის 18 ივნისს. პირადი ნომერი 010080132331 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 259 და 252 მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაძა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე. აუგსბურგის სასჯელს აღსრულების დაწესებულებაში მისამართი კარმელიტენ გასე 12. ეს არის ის ციხე, სადაც მას მოუწია პატიმრობის მოხდა. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს. სისხლის სამართლის საქმის ნომერი 2 დიდი L ლათინური პატარა S 310 დიდი J პატარა S 140 656/00. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას, ვიდრე იუსტიციის მინისტრი და მინდა მიმართო მას, ვინაიდან სწორედ ის არის უფლებამოსილი მიმართოს გერმანიის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, გამოითხოვოს ხსენებული საქმე სრულად მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენაშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი. მე იმედი მაქვს, რომ ქალბატონი წულუკიანი გაასიგრძეგანებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას როგორც წარმდგენს ამ თანამდებობაზე მთავარი პროკურორის გააჩნია. და მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, არამედ იქნება შესაბამისად რეაგირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ფოკუსი ცდილობს დაუკავშირდეს როგორც მთავარ პროკურორს, ასევე პროკურატურას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და სხვა უწყებებს და სიახლეს თუ კი ესეთი იქნება აუცილებლად შემოგთავაზებთ გადაცემის მიმდინარეობისას. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ თემურ დოლიძეს ვესაუბრებთ, რომელიც პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია, რომელმაც თქვა, რომ არაფერი იცის ამ ამბავზე და ასეთი რამ რომ მომხდარიყო ფარცხალაძეს თანამდებობაზე არავინ დანიშნავდა. ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფება თბილისის ვიცემერი ქალბატონი სევდია უგრეხელიძე. მოგესალმებით ქალბატონ სევდია, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ უნდა გვესაუბრა და ვისაუბრებთ კიდეც თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, თუმცა თავდაპირველად მინდა ამ განცხადების კომენტირება გთხოვთ. თქვენ თუ იცოდით ამის შესახებ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ეს არის შოკის მომგვრელი სიახლე და მინდა ვთქვა, რომ თუ ეს ასეა და ალბათ ასეა, იმიტომ რომ იმდენი დეტალი გახმოვანდა, რომ ეს დეტალები ვერ საიდან ვერ მოვიდოდა და მოფრინდებოდა თვითონ, მაშინ აღმაშფოთებელია და ქართველი ხალხი ამას არ იმსახურებს. მე მიმაჩნია, რომ თუ კი ეს მართლაც გამოეპარა ხელისუფლებაში მყოფ უმრავლესობას, ეს გამოჩნდება და
ასეთ შემთხვევაში ისინი იმოქმედებენ კანონის შესაბამისად და კანონიც რომ არ უგრძალავდეს ამ პიროვნებას, ამ თანამდებობის დაკავებას, პოლიტიკური გუნდისთვის და მორალურად აუცილებელი არის, რომ მათ ეს განახორციელონ. ხოლო თუ ისინი ამას არ განახორციელებენ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მათ ამის შესახებ იცოდნენ, ხელი დააფარეს და პრაქტიკულად კრიმინალურ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელიც კრიმინალებს ნიშნავს თანამდებობას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მწუხარება ჩემი ამ ამბის გამო, ვინაიდან მე ამას არ ველოდი. რაც შეეხება თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, გიგი უგულავა საუბრობდა იმის შესახებ და არა მხოლოდ გიგი უგულავა, რომ სასამართლოზე განხორციელდა ზეწოლა. რა გაძლევთ თქვენ ამის თქმის საშუალებას? თავის მხრივ სასამართლო ამბობს, რომ მათ არ სურდათ, რომ გიგი უგულავას გავლენა მოეხდინა, ზეწოლა მოეხდინა საქმის მიმდინარეობისას თუნდაც მოწმეებზე. რაც შეეხება ზეწოლას, მე არ ვიცი სასამართლოზე მოხდა თუ პროკურატურაზე მოხდა და პროკურატურის მხრიდან შემდეგ რა მოქმედებები განხორციელდა, მე ამას ვერ ვივარაუდებ. მე უფლებადამცველი ვარ, მე ყოფილი ადვოკატი ვარ და განსხვავებით ახლა ხელისუფლებაში მყოფი ეგრეთ წოდებული უფლებადამცველებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისაგან მე ბრალმდებელი ვერ ვიქნები. ჩემი ბუნებითაც და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვერავის ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ ის რომ მოხდა ზეწოლა ჩემთვის, ჩემზე მოხდა ზეწოლა პირადად მინდა გითხრათ და ეს ამბავი რომ მთავრობის ხდომაზე ბატონ ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული იყო სამჯერ გაიკვირვა თუ მე მერის მოვალეობას უკვე არ ვასრულებ და მისურვა და ისურვა რომ რაც შეიძლება მალე დადგეს ის დრო, როდესაც მე შევასრულებ ამ მოვალეობას, მე აღვიქვი ეს როგორც მუქარა და მუქარა რა თქმა უნდა არა პირადად ჩემს მიმართ, არამედ უგულავას მიმართ, მერიის მიმართ, ჩვენი ძალის მიმართ, ოპოზიციის მიმართ და გამოვთქვი კიდევაც ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია, რომ ეს მე აღვიქვი მუქარად. რა მოხდა ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ეს ხუმრობა იყო, უბრალოდ კოკაყანდიაშვილი საუბრობდა ამის შესახებ, რომ გითხრათ, ფაქტებს ისინი ვერ შეცვლიან. ფაქტებს კოკაყანდიაშვილის ვერ უარყოფს, ჯერჯერობით იქ არ ყოფილა, მე მგონი არ დამინახავს, მაგრამ ხუმრობა იყო თუ სერიოზული იყო, მიუხედავად ამისა, ხუმრობითაც შეიძლება დაემუქრო ადამიანს. ასე რომ ხუმრობა ეს ის ხუმრობა იყო, რომელშიც იყო ძალიან დიდი დოზით სიმართლე. მას ეს სურდა და მათ ეს განახორციელეს. ეს არის ფაქტი. და ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, ხუმრობა იყო თუ არა, ხუმრობა იქნებოდა მაშინ, თუ არ მოხდებოდა ეს და მე არ დამჭირდებოდა მერის მოვალეობის შესრულება. მაგრამ როდესაც ეს შესრულდა, ეს უკვე არ არის ხუმრობა. და ამის შემდეგ მე როგორღა ვიფიქრო, რომ ზეწოლა არ განხორციელებულა. არ ვიცი ვის ეს სად როგორ, მაგრამ ეს განცდა არის და ეს განცდა მე არასდროს არ დამტოვებს, რაც იქ მოვისმინე და მინდა გითხრათ, რომ მე აბსოლუტურად სხვა შთაბეჭდილებით ვიყავი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილზე იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდა კაცია, მას ექნებოდა ამბიციები და ვფიქრობდი, რომ იგი მაინც შეუდგება ახალი ძალით, ახლებურად თავის უფლება მოვალეობების შესრულებას. მართალია იგი არ არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული პირი და მართალია მისთვის არ გამოუცხადებიან ნდობა ქართულ ხალხს, არამედ გამოუცხადეს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ვფიქრობდი მაინც რომ იგი შეუდგებოდა საქმის კეთებით, აღშენებლობით, დაპირებების შესრულებით და არ გამოაცხადებდა ესეთ ინკვიზიციურ კუდიანების დევნას და მათ კოცონზე დაწვის ოპერაციებს. მე მას რომ არ ეთქვა პირადად ეს ყველას გასაგონად, რა თქმა უნდა, ასე არ ვიფიქრებდი, რომ მისგან მოდის, მაგრამ მე ახლა ყველა საფუძველი მაქვს პირადად ვიფიქრებ, რომ ეს მისგან მოდის. რაც შეეხება ის საუბარი იყო იმაზეც და გიგი უგულავამ ჩვენ ვიცით, რომ სარჩელი შეიტანა, უბრალოდ შეიტანა სარჩელი იმის საწინააღმდეგოდ, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, გაასაჩივრა და მან ასევე თქვა ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ მას აღუდგენენ უფლებამოსილებას, ის მაინც არ აპირებს, რომ იყოს თბილისის მერი და მაინც დატოვებს თანამდებობას. მის თქმით, იმის ჩვენება სურს, რომ მისთვის თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი უსამართლობა არ მოხდეს. ამ შემთხვევაში ისევ თქვენ მოგიწევთ მერის მოვალეობის შესრულება, თუ ხართ თქვენ ამისთვის მზად? მე ვფიქრობ, მან მხოლოდ მის დამტკიცება კი არ სურდა, რომ მისთვის თანამდებობა არ არის უმნიშვნელოვანესი, არამედ ამ შემთხვევაში უფრო მაღალ კატეგორიასთან გვაქვს საქმე, სიმართლის დამტკიცება არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, სიმართლე არის ის, რომ სამართლებრივად ქალაქის 1,500,000 თუ 1,300,000 ქალაქის 55%-ით პირდაპირ გზით არჩეული მერის გადაყენების მექანიზმი კანონში არ არსებობს. შეიძლება ეს არის კანონის ხარვეზი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართათ
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იგი დაავალებდა პარლამენტს რომ ეს ხარვეზი შეევსოთ და ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა ამის გაკეთება. ეხლა ის მუხლები, რომელიც მითითებული არის განჩინებაში, ჩვენთვის არის გაუგებარი, ვინაიდან დღეს მოვიდა აღსასრულებლად გადმოგვეცა ეს განჩინება და უნდა აღასრულოს დაწესებულებამ. ჩვენ არ ვეთანხმებით თუ ვეთანხმებით, გსურს ავასრულოთ, ვინაიდან ვიცით რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ნუ აპელაციის შემდეგ იქნება თუ მანამდე რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ ვიცით როგორ აღსრულდეს. ამიტომ ჩვენ ხვალდილით მივმართავთ შესაბამისი წერილით პროკურატურას, რომ განგვიმარტონ, როგორ მოხდეს ამის აღსრულება დეტალურად იმ ხარვეზებს აღწერთ, რაც შეუძლებელს ხდის ამის აღსრულებას. ეს დასამართლებრივი საკითხებია, ესეთ დეტალები არის, რომელიც უკვე გაწერილია იმიტომ რომ იქ ისეთი მუხლებია მითითებული, რომ ზემდგომ თანამდებობის პირმა უნდა განახორციელოს ეს და ჩვენ დაწესებულებაში მას ეს ზემდგომი არავინ არსებობს და ვინ უნდა აღასრულოს. ან როგორ უნდა აღასრულოს იმაზე რომ პროკურატურამ უნდა აღასრულოს ამაზე თბილისის მერის მოადგილე საუბრობდა ამ წინააღმდეგობაზე. პროკურატურა შემოიფარგლა, იმიტომ რომ მოიტანა ეს გადმოგვცა და დაგვავალა აღსრულება ჩვენ. ახლა ვეკითხებით როგორ უნდა აღსრულდეს ეს და იმედია განგვიმარტავენ, იმიტომ რომ ნამდვილად არსებობს საკანონმდებლო ხარვეზე არის იქ სხვა მუხლი, რომელზეც მათ აპელირება არ გაუკეთებიათ, მათ გააკეთეს აპელირება ჩვეულებრივი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რიგითი საჯარო მოხელე თუნდაც თანამდებობის პირი, რომელსაც ყავს ზემდგომი. აი თუნდაც ჩემი გათავისუფლება და ჩემი გადაყენება, გადადგომა. ეს შესაძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ სასამართლო დაადგენდა და დაავალებდნენ და ზემდგომს გიგი უგულავას უნდა განახორციელებია ეს ჩემს მიმართ, მაგრამ გიგი უგულავას ზემოთ არ არის ზემდგომი. არ არსებობს ასეთი. იგი თბილისის მოსახლეობამ აირჩია. თუ ეს ხარვეზია და თუ მასზე უნდა ვრცელდებოდეს რაიმე ანალოგია, მაშინ რაღაც სხვა მუხლი უნდა მიეთითებინათ, თუნდაც პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის თუ აი რაღაც სხვა უნდა მიეთითებინათ. გაუგებრობაში ვართ ნამდვილად და ვფიქრობ, რომ ეს ამ გაუგებრობაზე არ დაფიქრებულა არავინ. სასამართლომ, როდესაც ეს გამოიტანა, ეს განჩინება გამოიტანა, შეიძლება და დაავალა სწორედ პროკურატურას და მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, შეიძლება სწორედ ის იგულისხმა, რომ მათი მოთხოვნა იყო და იქნებ მათვე განახორციელონ აღსრულება და ვნახოთ როგორ განგვიმარტავენ, როგორ უნდა აღვასრულოთ. რაც შეეხება იმას, რომ თქვენ მოგიწევთ, გახდეთ და იყოთ ქალაქის მერი, შეასრულოთ მისი მოვალეობა, ვიცით რომ არც ისე დიდი დრო რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე, თუმცა არის მაინც რამდენიმე თვე, თქვენ თუ ხართ მზად რომ ამ პერიოდში რჩება ცოტა დრო შეიძლება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული დრო. ჩემთან მიმართებაში შემიძლია ეს გითხრათ, რომ გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ქალაქ თბილისის მერის მოვალეობა შემესრულებინა თქო, ან ვიცემერი ყოფილიყავი თქო, მე მგონია საზოგადოება, რომელიც მიცნობს, ამას არაფერთ არ დაიჯერებს. ვინაიდან ვიყავი უფლებადამცველი, ვიყავი ადვოკატი, ვიყავი საკრებულოს წევრი და ამ თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი არაფერი არ არის ქვეყანაზე. მით უმეტეს რომ ჩემს საადვოკატო მოღვაწეობას განმაგრძობდი პროექტის სახით, თბილისელების ადვოკატში ვიყავი პროექტის კოორდინატორი და ვიყავი ამით ძალიან ბედნიერი რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მაგრამ 2004 წლიდან მე ვარ თვითმმართველობის ორგანოს წევრი, საკრებულოს წევრი, პერიოდულად ხან წევრი ვარ, ხან იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე და რაღაც გარკვეული პერიოდი მერიაშიც მუშაობდი, ისეთ მნიშვნელოვან სამსახურში, როგორც არის ქონების მართვისა და განკარგვის სამსახური, მიწის იყო ჯერ, შემდეგ იყო ქონების. როცა თებერვალში მე კვლავ დავბრუნდი მერიაში სამუშაოდ, როგორც ვიცემერი და მერის პირველი მოადგილე, სწორედ ეს ქონდა ალბათ მხედველობაში ბატონ გიგი უგულავას, რომ გამოჩნდა გამოცდილება და ვიცნობდი მთლიანად სისტემას, მერიის სისტემას, როგორც თვითმმართველობის კუთხით, ასევე თვითონ საკრებულოს კუთხით, ასევე მერიაში. აქედან გამომდინარე, ალბათ აქედან ვინაიდან უნდა საკრებულოს წევრთაგან ყოფილიყო არჩეული ვიცემერის კანდიდატურა, ალბათ ამიტომ შეჩერდა ჩემზე არჩევანი, ვინაიდან სტაჟიანი, მესამედ ვარ არჩეული ქალაქ თბილისის თვითმმართველობაში საკრებულოს წევრად, მესამედ ვიყავი 2010 წელს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ რატომ მოხდა მის მიერ ჩემი შერჩევა, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ მას როგორც შორს მჭვრეტელ და წინ გამხედავ პოლიტიკოს არ გამოეპარა ის თუ რა გზით ივლიდა ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით ივლიდა და მას დასჭირდება რომ შესაძლოა მისთვის დაეტოვებინებინათ იგივე თანამდებობა. როგორც ჩანს, გამომდინარე, მე ეხლა ვხვდები ამას.
ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ სერდია ჩვენთან სტუმრობისთვის. ამით გადაცემის პირველი ბლოკი დასრულებულია, რაც შეეხება მეორე ბლოკს. გიგი უგულავ ასევე საუბრობდა სასამართლოზე ზეწოლის შესახებ, რის გამოძიების საჭიროებაზეც მიუთითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კიდევ ერთი საკითხი, რისი გამოძიებად მათი აზრით მნიშვნელოვანია, ეს არის ვანო მერაბიშვილის განცხადება მთავარი პროკურორის მხრიდან ზეწოლის შესახებ. ამ თემებზე ჩვენ გადაცემის მეორე ბლოკში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრებთ და ცხადია ასევე ვისაუბრებთ იმ განცხადების შესახებ, რაც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ გიგი უგულავასგან ოთარ ფარცხალაძის წარსულის შესახებ. დაგველოდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი კახა კოჟორიძე და ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი იურისტი ბატონი გია გვილავა, ასევე ჩვენ მოგვიანებით ჩაგვერთვება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი სოფო ვერძეული. ბატონ კახა, პირველად თქვენგან დავიწყებ საუბარს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ცოტა ხნის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი ასეთი ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძე წარსულში გერმანიაში არის დასამართლები. ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში. თქვენ თუ გსმენოდათ ამის შესახებ და ზოგადად რა შეფასებას გაუკეთებთ? იგივე სამართლებრივი კუთხით, რას ნიშნავს ეს, როდესაც მთავარი პროკურორი შესაძლოა იყოს დასამართლები? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც საყურადღებო ინფორმაცია. მე გეტყვით იმას, რომ ჩემთვის ეს ინფორმაცია დღეს არ გამხდარა ცნობილი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ დაახლოებით 2 კვირაა, რაც ეს ინფორმაცია ვიცი. მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში საჯარო გეტყვით მაგას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით. მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ ამის შესახებ ამდენ ხანს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას ჭირდება გადამოწმება და დღესაც ჩვენ ოფიციალურად დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს არის მართალი, არ აქვს. ამიტომ დღემდე ჩვენ არ გვითხოვს ეს, მაგრამ უბრალოდ ახლა ამას ვამბობ, იმიტომ რომ უკვე გასაჯაროვდა აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისად ამის რაღაც ართქმას აზრი უბრალოდ არ აქვს. მე ერთადერთი რაც მინდა ახლა ვთქვა, არის ის, რომ ხელისუფლებას ვთხოვო, რომ აუცილებლად ამ ინფორმაციას მიუდგეს უაღრესად სერიოზულად და გამოითხოვოს ოფიციალურად გერმანიის შესაბამისი ორგანოებიდან დაზუსტებული ინფორმაცია, ეს არის თუ არა მართალი. უნდა დამთავრდეს, დღეს დაიწყო, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამაზე რაღაც სპეკულირება, პოლიტიკური მოსაზრებებით და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე არის თუ არა ეს მართალი. რა გზებით სადეთ, იმიტომ რომ თუ 2 კვირა თქვენ იცოდით, ბუნებრივია გაჩნდება კითხვა, რომ თუ თქვენ ვერ გადაამოწმეთ, რატომ არ გაასაჯაროვეთ? არა, გადამოწმებას ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ ახლაც, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჯერჯერობით ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს. და შეეხება ბატონ გია თქვენთან გადმოვა ამ შეკითხვით, რას ნიშნავს ეს სამართლებრივი თვალსაზრისით? თუ დადასტურდა ის, რომ ოთარ ფარცხალაძე მართლაც არის დასამართლები გერმანიაში. ამ შემთხვევაში ჯერ პირველი ახას დავეთანხმები, რომ უნდა დადასტურდეს ნამდვილად ეს იყო ასე თუ არა და უბრალოდ ეს დავამატებ ამ კუთხით, რომ აქ ჩვენ არასამთავრობო სექტორზე გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას და მათი ვალდებულებაა. ახლა ეს ყველაფერი გამოარკვიონ. ეს მოხდება გერმანიის ოფიციალურ ორგანოებთან ურთიერთობით, თუ ჩვენი საკონსულო ჩაერთვება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს და ეს თემა ძალიან არ გაიწელოს და ამაზე მართლა სპეკულირება არ დაიწყოს ყველა. მიზედაც უკვე მოხდა, რაც მოსახდენია, გავრცელდა ეს ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვეყავს
პირი, რომელიც ნასამართლევია საზღვარგარეთ, ჩემი აზრით მინიმუმ ქვეყნის მთავარ პროკურორზე აქვს საუბარი სამწუხაროდ, თუ ეს სიმართლეა, მაშინ რა თქმა უნდა, ჩემი აზრით მან უნდა დატოვოს თანამდებობა და უყოვნებლივ. ეს რომ იყოს იდეალური ქვეყანა და ნორმალური ურთიერთობები არსებობდეს სახელმწიფოებრივ გულისხმობ, მაშინ უბრალოდ მხოლოდ ასეთი ჯორის გამო ყოფილა შემთხვევები, რომ მაგალითად თანამდებობის პირები გადამდგარან. მაგრამ ამას არავინ არ თხოვს ხა ჩვენ თავად პროკურორს თუ ეს დადასტურდება, მე ვთვლი რომ უნდა დატოვოს რა თქმა უნდა თანამდებობა. თქვენთვისაც თუ იყო ცნობილი და ბატონ კახა ჩვენ აღარ დაგვიზუსტები, აღარ გითქვამ თუ საიდან გამოვიდა ეს ინფორმაცია. გასაგებია რომ კონკრეტულ სახელს და გვარს თქვენ არ. სახელებს და გვარებს მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია მე პირველად გავიგე ვერ გეტყვით სახელს და გვარს და შემდეგ ასევე რომელიმე ოფიციალურ სტრუქტურა თუ ანუ მითხრა ერთ-ერთმა პროკურორმა, შემდეგ მეორე პროკურორმა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მიუწვდებოდათ ხელი ამ ინფორმაციისადმი და მათ თვითონ იცოდნენ ამის შესახებ. გასაგებია, მინდა ახლა გადავიდეთ იმ თავარ თემაზე. ის გამოს პრინციპში თავარ თემა ის გახდა მოულოდნელად საღამოს რაც შეეხება გიგი უგულავას მიერ თანამდებობის უпростоრად გიგი უგულავასთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას და ასევე იმას რომ ისაუბრობდა სასამართლოზე შესაძლო ზეწოლის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელეთ რომ გამოძიების დაწყება საჭირო თქვენ რაიმე ნიშანი თუ დაინახეთ და რატომ საუბრობთ ამ საჭიროებაზე იმიტომ რომ თავის მხრივ იგივე სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მაც ისაუბრა რომ მოსამართლეს არ მიუწოდებია მათთვის რაიმე ინფორმაცია და არ სმენიათ რომ რაიმე ზეწოლას ქონდა ადგილი. კი ბატონო, ან ჩვენ დღეს ვთქვით ის რომ რადგან თბილისის მერი ამბობდა იმას, რომ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა. და ხო, ზეწოლა გრძელდებოდა და ამ ზეწოლის შედეგად მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას გადამაყენებენ თანამდებობიდან და რაღაც მსგავსი განცხადება გააკეთა, მათ შორის თქვა ისიც რომ მე დაინტერესების შემთხვევაში მზად ვარო ვითანამშრომლო გამოძიებასთანო და ცხადია ახლა მოსამართლეზე ზეწოლა გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეს დანაშაულის შემადგენლობას ქმნის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვთქვით რომ თუ ეს ასეა თუ თუნდაც არა მხოლოდ ზეწოლას არამედ არასათანადო კომუნიკაციას ქონდა მოსამართლესთან ადგილი ეს ცხადია შესაბამის თანამდებობის პირების ინტერესის საგანი უნდა გახდეს მათ შორის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი და ცხადია თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებაა რომ დაიწყოს გამოძიება და ამ საკითხს გასცეს პასუხები. ხო, ეს ამიტომ ავუდით ვერძეულიც შენ დიდი მადლობა ბატონ კახა საფო ვერძეულიც შემოგვიერთდება. საფო მოგესალმებით. პირველ რიგში თქვენს მინდა გთხოვოთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რაც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ გიგი უგულავას მხრიდან. თქვენც თუ გსმენოდათ ამის შესახებ, ან თუ გიცდიათ გადამოწმება და ზოგადად რა შეფასებას გააკეთებდით? მთავარი პროკურორის დიახ, ოთარ ფარცხალაძის შემთხვევას გულისხმობ, სავარაუდო. პირადად ჩემთვის ეს ფაქტი გახდა ცნობილი მხოლოდ ბატონი გიგი უგულავას პრესკონფერენციის შემდეგ, ამიტომ გადამოწმების შესაძლებლობაც ფაქტობრივად არ იყო. რაც შეეხება თავად ფაქტს, ერთადერთი ახლა რაც შემიძლია ვთქვა, ამ მდგომარეობაში არის ის, რომ ძალიან შემაშფოთებელია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა, რომ პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც ალბათ ყველას გვაქვს. ამ პრესკონფერენციის და ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, თუმცა ამის დადასტურების შემთხვევაში ნამდვილად არ იქნება ეს კარგი არც პროკურატურის იმიჯისთვის, არც ქვეყნის იმიჯისთვის, ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ თავად სახელმწიფოს ინტერესებში არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენოს ყველა რესურსი და დროულად გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რაც გვაქვს ყველას ერთად. რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს, ჩვენ აქ საუბრობდით იმის შესახებ, რომ როდესაც გიგი უგულავამ თქვა, რომ შესაძლოა ზეწოლა იყოს, სასამართლოზე ეს უნდა იქნეს გამოძიებული. გარდა ამისა, რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს, კიდევ იყო სხვა შეკითხვები იგივე პროცედურებთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ის რომ ის თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერეს მას და ასე შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებთ ამ საქმეს? ძალიან მოკლედ შევეხები ზეწოლის თემას, რადგან კახამ ისაუბრა და უკვე დღესდღეობით დღის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაცია აკეთებს ამაზე განმარტებას. როდესაც გიგი უგულავამ დაასახელა კონკრეტული პირების გვარები, რომლებიც მისი ინფორმაციით და მისი განცხადებით ახდენენ ზეწოლას სასამართლოზე, კონკრეტულ მოსამართლეზე,
და იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ჩვენთვის ყოველთვის ცნობილია, რამდენად სენსიტიურია სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა, მართლაც რამდენად რეალურია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხორციელდებოდეს მნიშვნელოვან საქმეებზე სასამართლოს მიმართ ზეწოლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ მოგვეწოდებინა კიდევ ერთხელ ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, რომ დაინტერესებულიყვნენ ამ საქმით. ეს შეიძლება არ იყოს პროკურატურა და პირველ ეტაპზე შეიძლება არ იყოს უშუალოდ გამოძიების დაწყება, თუმცა აქ არის სასამართლოს თავმჯდომარის როლი ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი, რომელმაც როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა დაიცვას თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობა, ამიტომ მე პირადად ვხედავ განსაკუთრებულ როლს საბჭოს მხრიდან, რომელმაც ალბათ განმარტებები უნდა გააკეთოს ამ საკითხზე და სულ ცოტა მან ის უნდა დაინტერესდეს ამ საქმის შესწავლით. რაც შეეხება სხვა დეტალებს, რომელიც ასევე საყურადღებო იყო ზეპირი მოსმენის გარეშე, რომელიც ჩატარდა ის იყო ერთ-ერთი ის დეტალები, რაც ასევე საინტერესო იყო საზოგადოებისთვის, ეს უკავშირდებოდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, ანუ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვას. ამის შესახებ შეიძლება ითქვას ის, რომ ფორმალურად კანონმდებლობა უშვებს ამის შესაძლებლობას, მოსამართლეს აქვს უფლება ემოცილება მსგავსი ტიპის შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ იმ ვითარების გათვალისწინებით, როცა რამდენიმე საათით ადრე პროცესი მიმდინარეობდა მხარეების მონაწილეობით, იმავე მოსამართლეს ჰქონდა ეს საქმე დაწერილი, ანუ იმავე მოსამართლეს უნდა მიიღო გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე იყო ძალიან სენსიტიური, ეხებოდა არჩევით თანამდებობის პირს და იყო განსაკუთრებული ინტერესი, ალბათ იყო მოლოდინი, რომ სასამართლო ამგვარად არ განმარტავდა მის უფლებამოსილებას და არ განიხილავდა მხარეთა მონაწილეობის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, ფორმალურად ეს არ არის კანონის დარღვევა და მოსამართლეს ამის უფლებამოსილება ჰქონდა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე. თუმცა იყო მოლოდინი, რომ ის ასევე ისარგებლებდა იმ უფლებით, რომ მას მხარეები მოეწვია პროცესზე და მოესმინა მათთვის. ძალიან დიდი მადლობა სოფო დაგიბრუნდებით მოგვიანებით. ბატონ გია თქვენთან გადმოვალ დაახლოებით იმავე შეკითხვით. საუბარი იყო იმაზეც, რომ მოსამართლემ 50,000-იანი გირავ სანაცვლოდ გაათავისუფლა, რადგან ჩათვალა, რომ არ იყო საჭირო იგივე გიგი უგლავას პატიმრობაში დაბრუნება და ეს გირავ იყო ერთგვარი გარანტი იმისაც, რომ ის არ მოახდენდა გავლენას საქმის მიმდინარეობაზე და გამოძიებაზე და დაცვის მხარე საუბრობდა ამ შემთხვევაში და გიგი უგლავას ბევრი თანაგუნდელი და თანამოაზრე, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთის მხრივ ეს განჩინება მოსამართლის, რაც შეეხებოდა გირაოს და მეორე ის, რომ გიგი უგლავას თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება იყო საჭირო, იმიტომ რომ მას არ მოეხდინა გავლენა საქმის მიმდინარეობას. თქვენ თუ ხედავთ აქ რაიმე წინააღმდეგობას? აქ შინაარსობრივად ეხლა უბრალოდ დავეთანხმები კიდევ ერთხელ სოფოს ფორმალურად ეს პროცესი თუ რა კანონის დარღვევით არ წარმართულა და შინაარსობრივადაც წინააღმდეგობას ვერ ვიტყოდი ხა გააჩნია რა ობიექტური განმეორებები რა ქონდა ხა ბრალდების მხარეს მაგრამ რომ შევაფასოთ ეს ყველაფერი დავიღოთ გირავ არ გამორიცხავს იმ ღონისძიების გამოდან გადაყენების ღონისძიების გამოყენებას ამავდროულად ანუ იმიტომ რომ გირავ გამოიყენა არ ნიშნავს რომ ის არ უნდა გამოიყენებინა ან პირიქით განჩინებაზე იყო საუბარი რომ მოსამართლე მიუთითა რომ პრობლემა აქ იყო ის ფორმა როგორ რა ფორმითაც ეს ყველაფერი გააკეთეს ოღონდ ძალიან კარგად ხო რომ ერთ მოსამართლეს ჰქონდა ეს საქმე მხარეთა მონაწილეობის მხარეები მოიწვია ერთი საკითხის განხილვას და უცებ რა გვიაღამით გადაწყვიტა რომ ზეპირი მოსმენის გარეშე გაეკეთებინა ეს ყველაფერი მაშინ როდესაც ძალიან დიდი საჯარო ინტერესი ასე უდავოა საზოგადოებაში ამ საქმის მიმართ. ეს ცოტა უცნაურია და მე მგონი ესე არ უნდა გამოიყენებინა კანონი ამ შემთხვევაში სასამართლოს, მაგრამ ნუ ამის უფლება ჰქონდა და გამოიყენა. თუმცა იმ მოსაზრებას რომ ეს ორი ერთმანეთთან შეუთავსებელია და არ შეიძლება და ის ამას დააზღვევს, გირაო დააზღვევს და არ არის საჭირო, ნუ ამას ახლა ვერ დავეთანხმები. მე არ თვლი რომ ეს საჭიროა, მაგრამ ეს აკრძალული არ არის ნამდვილად. კიდევ ერთი საქმე რაც ბოლო პერიოდში იყო აქტუალური, ეს არის ფანუ მერაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ მთავარმა პროკურორმა მასზე ზეწოლა მოახდინა ამ საქმის მიმდინარეობა ისეთია, რომ გამოძიება არ დაწყებულა, ერთადერთი რაც ჩვენ დღეს გავიგეთ სასჯელახსოვრების სამინისტროს მხრიდან არის ის, რომ შემოწმება დაიწყეს ამ თემაზე, თუმცა სამართლებრივად შემოწმება რას ნიშნავს გაუგებარი დარჩა ბევრისთვის. სწორედ თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდით იმის შესახებ, რომ თავად სასჯელახსოვრების სამინისტროსაც შეეძლო გამოძიება, როდესაც ის თავად მიუთითებდა პროკურატურაზე, როგორც ჩანს გარკვეულწილად თქვენს გიპასუხეს ამით, თუმცა შემოწმება რამდენად საკმარისია დღეს. თან დღეს არის მე-10 დღე იქედან, როდესაც ვანო მერაბიშვილის თქმით ის გაიყვანეს საკინდან და საუბარი იყო, რომ მე-10 დღე შესაძლოა ერთ-ერთი მტკიცებულება რაც შეიძლება ყოფილიყო ჩანაწერები წაშლილიყო ავტომატურად.
ზუსტად ეს არის პრობლემა, ერთი ძალიან დააგვიანეს. კარგია რომ ამაზე რეაგირება მოახდინეს საბოლოოდ, მაგრამ ეს დაგვიანებული იყო, იმიტომ რომ რა უშლიდა ხელს აქამდე დაიწყოთ ეს პროცესი, იმიტომ რომ შიდა მოკვლევის, შიდა სამსახური გენინსპექციის მაგვარი რაღაცა უნდა არსებობდეს მე მგონი იმ უწყებაში და მათ შეეძლოთ დაიწყოთ მინიმუმ საკუთარი თანამშრომლების მიმართ მოკვლევის დაწყება, იმიტომ რომ პატიმრის ესე გაყვანა და გარეთ გაყვანა თუ ეს ფაქტი ნამდვილად იყო დაუშვებელია. ანუ შიგნით საჯელთაღსრულებაშია პრობლემა და იქ ვიღაცამ კანონი დაარღვია როგორც ჩანს, ხომ? თუ ესეთი ფაქტი ნამდვილად იყო სამეთო თვითონ სამინისტრო უნდა ყოფილიყო თავიდანვე ამ ფაქტით დაინტერესებული, სულ რომ თავი დავანებოთ ფარცხალაძესთან ვანო მერაბიშვილის შეხვედრას. თუ იყო გაჟღერდა ინფორმაცია რომ პატიმარი ძახის რომ მე გარეთ ვიყავი, გამიყვანეს, მომიყვანეს, ანუ უნდა დაიწყებულიყო და ეს აქამდე უნდა მომხდარიყო. და ჩვენ ამაზე განცხადება რა თქმა უნდა გავავრცელეთ და სწორიც იყო მაშინ ის განცხადება და ეხლა სწორია, იმიტომ რომ მოვითხოვეთ ამ ფაქტის გამოძიება, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულ დანაშაულზე საუბრობდა იქ ის ადამიანი. მეორე პრობლემაა საკმაოდ დიდი, რომ თავად პროკურორზე აქვს საუბარი და შემდეგ ეხლა გამოძიება რამდენად ობიექტურად წარიმართება თავად პროკურატურის მიერ, ეს კიდე სხვა თემაა, მაგრამ რაც არის საჭირო კანონით და რაც არის სავალდებულო, იმას არ უნდა გადავახტეთ და არ უნდა დავიმალოთ ხოლმე ამ ყველაფერს. ბატონო კახა თქვენთანაც მინდა ამ შეკითხვით გადმოვიდე ზოგადად თუ აჩენს ეჭვებს თავისუფლ ხელისუფლებას საუბრობს იმაზე რომ იმდენად აბსურდია ეს ვანო მერაბიშვილის განცხადება რომ არც კი უღირთ ამაზე დროის დაკარგვა საქართველოს პრემიერმაც ისაუბრა რომ გვაცადეთ საქმის კეთება და ეს იმდენად დაუსაბუთებელი ბრალდებაა რომ არც ღირს ამისთვის ყურადღების მიქცევა რატომ უნდა მიაქციონ ყურადღება რატომ უნდა მიაქციონ ყურადღება და პასუხი არის ძალიან მარტივი იმიტომ უნდა მიაქციონ ყურადღება რომ ყურადღების მიქცევის ვალდებულებას ადგენს კანონი დამთავრდა ეხლა რატომ ადგენს კანონი და მართლა ადგენს თუ არა? ამის გასაგებად საკმარისია წავიკითხოთ სისხლის სამართლის საფუძვლის კოდექსის 100 და 101 მუხლები და ყველა მკითხველს დარწმუნებული ვარ ყველა განცხადებაზე ვერ დავიწყებთ ასეთ თქვენს არა ეს რაც შეეხება მაგას რომ ყველა განცხადებაზე ვერ დავიწყებთ და დაუსაბუთებელია აბსურდულია და ასე შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსი და არც რომელიმე სხვა კანონი არსად ამბობს იმას, რომ თუ პროკურატურა ან რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი ამა თუ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ აბსურდულად და დამაჯერებლობას მოკლebulად ჩათვლის, ამ შემთხვევაში მას უფლება აქვს არ დაიწყოს გამოძიება. ესეთი ჩანაწერი უბრალოდ არ არსებობს. ეს ახლა არ არის სამართლებრივი მსჯელობა, ამ ტიპის მჯერა არამჯერა ხო არ არის რაღაც თამაში როა ერთი რაღაც მსგავსი ხო? ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რასაც უნდა სამართლებრივად მიყოლა ამ საკითხს. და ის ვაკითხვა რომ არის თუ არა ინფორმაცია რაც ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა დანაშაულის ნიშნების შემცველი. ამ კითხვაზე პასუხი ყველავთან ხვდებით რომ არის კი, არის. შემდეგ თუ ინფორმაცია არის დანაშაულის ნიშნების შემცველი, მაშინ უკვე სისხლის კოდექსში პირდაპირ წერია რომ გამოძიება ვალდებულია დაწყებულ იქნეს. დამთავრდა ანუ ამას მეტი ფილოსოფია მართლა არა აქვს და დამატებითი მსჯელობა იმ საკითხზე რომ აი რადგან დამაჯერებლობას მოკლებულია არ დავიწყებთ პროკურატურა უფლებამოსილია დაიწყოს ან არ დაიწყოს აი ეს მსჯელობა უკვე არის მსჯელობა იმის შესახებ უნდა დაიცვას თუ არა სამართალდამცავმა ორგანომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ეს ცოტა რბილად რომ თქვა ძალიან უხერხულია როცა მსჯელობთ იმაზე თან მსჯელობენ ამაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირები უნდა დაიცვას თუ არა სამართალდამცავმა ორგანომ კანონმდებლობის მოთხოვნები აქ მეორე მხარეც ეს არ შეიძლება ეს არის კანონი ავალდებულად და ისინი არ იწყებენ შესაძლოა თუ არა დადგეს იგივე ამ ადამიანების პასუხისგებლობის ნამდვილად შესაძლოა ამის შესახებ ჩვენ დღეს ასევე თქვით განცხადებაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლის სამსახურებრივი გულგრილობა თუ არცდები 352 ამბობს იმას რომ მოხელის მხრიდან თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შეუსრულებლობა ან გულგრილად დამოკიდებულება ან არ შესრულება არ ქმნის უკვე დანაშაულის შემადგენლობას და იმ ორგანოს თუ იმ თანამდებობის პირს ვისაც ეკისრება გამოძიების დაწყება და არ იწყებს უკვე შეიძლება თავის მხრივ თვითონ ჩადიოდეს აი ამ უმოქმედობით ახალ დანაშაულს. რაც შეეხება საჯელახსოვრების სამინისტროს პასუხს პროკურატურაზე თქვით უკვე ჩვენი პოზიცია ძალიან ხშირად ძალიან ბევრჯერ და დღესაც დავაფიქსირეთ ასევე დღეს თქვით ჩვენ ერთობლივად იმის შესახებ რომ საჯელახსოვრების სამინისტროს პოზიცია არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ითქვა ის რომ რადგან პროკურატურა არ იწყებს გამოძიებას ჩვენ არ აგვაქვს საშუალება ვნახოთ ვიდეო ჩანაწერი და გავარკვიოთ სიმართლე. მაგრამ ეს აბსოლუტურად არასწორი არგუმენტია, იმიტომ რომ
მიუხედავად იმისა, პროკურატურა დაიწყებს თუ არა გამოძიებას, თავად სასჯელახსოვრების სამინისტროა ვალდებული დაიწყოს გამოძიება და რატო? იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ თავარმა პროკურორმა შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა ჩემს ვანო მერაბიშვილის მიმართ. აქ საუბარი ასევე იმაზე, მონაწილე არის ასევე სავარაუდო სასჯელახსოვრების სამინისტრო. პატიმრის საკრიდან გაყვანა და მთავარ პროკურორამდე მიყვანა თუ ეს მართალია. ვერ მოხდებოდა ცხადია თანამშრომლების მონაწილეობის გარეშე, ვინც გაუღო კარები, ვინც მიაცილა დერეფნამდე თუ ასე შემდეგ, ხო? და დაუშვებელია და აბსოლუტურად გაუგებარია არ დაინტერესდეს სამინისტრო მისმა კონკრეტულმა თანამშრომლებმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. დღეს რა განცხადებაც ვრცელდება, რომ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, ეს რა თქმა უნდა კარგია, სულ არარაობას ნამდვილად ჯობია, მაგრამ არ არის მაინც ადეკვატური რეაგირება კანონის მოთხოვნაზე, იმიტომ რომ კანონი ამბობს არა სამსახურებრივ მოკვლევას, არამედ დანაშაულის ნიშნების შესახებ ინფორმაცია როცა ვრცელდება გამოძიების დაწყებას. და დავეთანხმები გიას, რომ დღეს კი არ უნდა გაკეთებულიყო ეს განცხადება, დღეს კი არ უნდა დაწყებულიყო ეს არამედ უნდა დაწყებულიყო დაუყოვნებლივ და ის საფუძველი რაც იქნა მითითებული რომ ადვოკატის მოთხოვნის თანახმად ადვოკატის მოთხოვნის დავით ხაჯალიას მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო ხო ეს სამსახურებრივი მოკვლევა აბსოლუტურად არ იყო საჭირო არც ადვოკატის და არც ვანო მერაბიშვილის ოფიციალური მიმართვა გამოძიების დასაწყებად რომ დაწყებულიყო ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში ასევე წერია 101 მუხლში ის რომ როდესაც დანაშაულის ნიშნების ინფორმაცია ვრცელდება თუნდაც მასმედიის მეშვეობით ეს არის უკვე საკმარისი იმისთვის რომ დაევალოს შესაბამის უწყებებს გამოძიების დასაწყებად. დიახ, სოფო მინდა რომ დავაბრუნო ჩვენთან. იმედია არ მოიწყინა მან. სოფო თქვენც მინდა გკითხოთ ამ საქმის შესახებ თქვენთვის თუ არის დამაკმაყოფილებელი ის, რასაც ამბობს ხელისუფლება რის გამოც არ იწყებს გამოძიებას იგივე პროკურატურა და რაიმე ეჭვებს თუ გიჩენთ თქვენ ეს საქმე. დავეთანხმები კახას სამართლებრივ მსჯელობაში და ანალიზში, ამიტომ ამ თემას დიდად აღარ განვავრცობ. ერთი შემიძლია ვთქვა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის დაინტერესება, რომელსაც გამოამჟღავნებს რომელიმე ესა თუ ის სამინისტრო არის მნიშვნელოვანი, თუმცა მე პირადად ძალიან მეშინია ხოლმე გენერალური ინსპექციების მიერ დაწყებული მოკვლევების და შესწავლების, იმიტომ რომ როგორც წესი ეს საქმეები იწყება და მთავრდება გენერალურ ინსპექციებში, არ აქვს მნიშვნელობა რომელი სამინისტრო იქნება ეს. და ძალიან იშვიათად რომ საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოკვლევის შედეგების თუ მიმდინარეობის შესახებ. ეს იყო სწორედ ერთ-ერთი საკითხი იგივე პროკურატურის შემთხვევაში, რომ პროკურატურას უნდა გამოეძიებინა შესაძლო დანაშაული იმავე უწყების ხელმძღვანელის. ბატონო, მეც ვიზიარებ ამ პოზიციას, მე მგონია რომ როდესაც ბრალდებული პირი, რომელიც იმყოფება სასჯელახსოვრების დაწესებულებაში, ის არის სრულად ეფექტური კონტროლის ქვეშ დაწესებულების ადმინისტრაციის თუ სასჯელახსოვრების დეპარტამენტის მხრიდან და ის აკეთებს ის ამგვარ ბრალდებას აჟღერებს, ბუნებრივია აქ ალბათ ორი აზრი არ არის, რომ პროკურატურას აქვს ვალდებულება დაიწყოს გამოძიება. გულწრფელად რო გითხრათ, არ მესმის ეს დისკუსია, რატომ არის და საერთოდ საფუძვლიანად მიიჩნევს თუ არა ვინმე. კანონი ამბობს, რომ სავალდებულოა გამოძიების დაწყება, გასაგებია, რომ სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გენინსპექცია არ არის ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ამ შემთხვევაში და კიდევ ერთი რითიც დავიწყე, ის მინდა აღვნიშნო, რომ გენინსპექციებში საქმეები ხშირად იკარგება, ისე რომ პასუხებს სათანადო დონეზე საზოგადოება ვერ იგებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მაღალი დონე. ჩვენ კარგად ვიცით, რა ომბუდსმენის მონაწილეობაზეც მინდა გკითხოთ. ომბუდსმენს შეუძლია მას კანონი აძლევს იმის უფლებას, რომ გამოითხოვოს როგორც მასალები, ასევე ახსნა განმარტება მოთხოვოს კონკრეტულ საჯარო მოხელეებს. როგორც აღმოჩნდა და ჩვენ დღეს სასჯელახსოვრების სამინისტროშიც მოვიკითხეთ, რომ კადრები, რომელიც შესაძლოა ასახავდეს ვანო მერაბიშვილის საკრიდან გაყვანას და ერთ-ერთი მტკიცებულება შეიძლება იყოს, 10 დღეში შესაძლოა წაშლილიყო საერთოდაც, როგორც მინისტრმა სუბარმა თქვა, ეს ავტომატურ რეჟიმში ხდება და დღეს როდესაც ვიკითხეთ, წაიშალა თუ არა ეს კადრები, გითხრეს, რომ არიციან და ასევე გითხრეს ისიც, რომ ომბუდსმენს მათთვის არ მიუმართავს რაიმე ოფიციალური თხოვნით მასალების გამოთხოვნასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ ომბუდსმენის მონაწილეობას? მე ვიცი რომ ომბუდსმენი დაინტერესებული იყო ამ თემით და პირადადაც იყო თუ არ ვწდები შესული დაწესებულებაში დამატებითი კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ არ ვიცი მიმართა თუ არა მან დამატებითი წერილით.
სასჯელო ხსრობის დეპარტამენტს, რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება მაგალითად ჩანაწერი აღარ არსებობდეს და თუ კი აღმოჩნდება, რომ ეს თავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო ამ საქმეში, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ სერიოზულ პრობლემასთან გვექნება საქმე და ალბათ ამ შემთხვევაშიც უნდა ვიპოვოთ პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ამ საქმეში, იმიტომ რომ თუ ეს არის თავარი მტკიცებულება, თუ კი პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას და აღმოჩნდება, რომ თავარი მტკიცებულება არის საქმეში განადგურებული, ალბათ აქ გულგრილობის ნიშნები შეიძლება იკვეთებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად გავიგოთ პასუხი, არსებობს თუ არა, ზოგადად იწერება თუ არა, ინახება, არქივდება თუ არა ეს მასალა და ამ ეტაპზე არის თუ არა ეს ხელმისაწვდომი გამოძიების ორგანოებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, სოფო დაგემშვიდობები. ჩვენი დრო იწურება თუ რეპლიკის გაკეთება გნებავთ, შეგიძლიათ გააკეთოთ. კი, მე ძალიან მოკლედ ვიტყვი იმას, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადების მთავარი მოწოდება თუ თხოვნა იყო ის, რომ ხელისუფლება მისმა ყველა თანამდებობის პირმა და განსაკუთრებით მაღალმა თანამდებობის პირმა თავიანთ ყოველდღიურ მოქმედებაში განუხრელად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ გააკეთონ ისეთი განმარტებები, რაც კანონმდებლობის ცალსახან ნებას შეეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში კანონმდებლობის ცალსახან ნება არის გამოძიების დაწყება და ამის იქით მსჯელობა დაწყება არ დაწყებაზე, ვიდეო ჩანაწერების ნახვის შეუძლებლობაზე და 1000 სხვა მიზეზის მოფიქრებაზე ალბათ კიდევ უფრო გაზრდის ეჭვებს იმის შესახებ, რომ რასაც ვანო მერაბიშვილი საუბრობდა, იყო მართალი და ამიტომ არ სურს ხელისუფლებას გამოიძიოს ეს საკითხი. მე არ მინდა რომ ეს ვიფიქრო, მაგრამ ნამდვილად მინდა რომ დავინახო, რომ გამოძიება იწყება და გამოძიებამ გასცეს პასუხი იმას, რომ ეს ინფორმაცია იყო თუ არა მართალი. ეს თუ ტყუილი იყო, ამ ტყუილის დადასტურება ძალიან მარტივად შეიძლება და მე ველოდები ამის დადასტურებას. ძალიან დიდი მადლობა, თქვენს თუ გნებავთ რეპლიკა, თუ არ შეგვიძლია. ძალიან მოკლედ დავეთანხმები ხა კახამრას თქო, უბრალოდ თავარია რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებით სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გააცნობიონ, რომ ისინი არიან რეალური გარანტი იმის, რომ კანონი ამ ქვეყანაში ყველას თანასწორად და თანაბრად გამოიყენება ყველას მიმართ. თუ ჩვენ დაგვიდგა ისეთ შემთხვევები, რომ ჩვენ დავეჭდებით ყავს თუ არა ნორმალური პროკურორი, არსებობს თუ არა შერჩევითი სამართალი, ან იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილია და გიგი გუგულავა, იმ რაღაცა ღონისძიებებს თვალს დახუჭავენ, ან რაღაც ფაქტორებს არ გაითვალისწინებენ, მაშინ გამოდის, რომ ყველა არც ერთი ადამიანი არ არის ამ ქვეყანაში დაცული და ეს ძალიან ცუდ ფონს ქმნის ზოგადად ქვეყანაში. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამას გააცნობიერებენ და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ საქმიანობას. ისინი ყოველთვის ანგარიშვალდებული არიან ხალხთან და არ უნდა აღიზიანებდეს ჩვენი დაინტერესება. იმიტომ ვარსებობთ, რომ გაღიზიანებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს, ასევე დიდი მადლობა მაყურებელს. ფოკუსი დღეისთვის ამით დასრულებულია. გადაცემის დასრულების შემდეგ თქვენ გელოდებათ გადაცემა მძიმე კაცთან. დავით კოზირიძის სტუმარი არის დიმიტრი ობოლაძე, ხოლო ამის შემდეგ თქვენ ასევე გელოდებათ თამარ ჩერგოლეიშვილის საავტორო გადაცემა თეორემა. მადლობთ ყურადღებისთვის. ფოკუსი ხვალ დაბრუნდება ეთერში.